საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო 2 მატჩისთვის ემზადება. 15 ნოემბერს თბილისში ესპანეთთან ითამაშებს, 18 ნოემბერს კი ბულგარეთთან გამართავს მატჩს. ვილის ანიოლმა შეხვედრებისთვის 2 დებიუტანტი იური ტაბატაძე და სანდრო ნარიმანიძე გამოიძახა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით დღეს მედიასთან ისაუბრა. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის პიკი იყო და დრო გჭირდება რომ ჩვეულ ფორმას დავუბრუნდეთ. ამავე დროს თაობათა ცვლაც დაიწყო. დაგვაკლდნენ ხოჭოლავა, კვირკველია, გველესიანი, კაშიასაც ასაკი ემატება. ამიტომ გამოვიძახეთ ნარიმანიძე და მისი გამოცდა გვსურს. რაც შეეხება სიგუას, რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ბოლო დროს კარგად გამოიყურება და ეს ლოზანას მწვრთნელმაც მითხრა. ახლა შენების პროცესში ვარ და ამ პროცესს გავაგრძელებთ. როდესაც საქართველოს ნაკრებში ჩამოვედი ნიდერლანდებთან 0-3 წავაგეთ, მაგრამ მერე იყო წარმატებები. გუნდის შენება დროს მოითხოვს და მჯერა მალე დადებით პროცესებს დაინახავთ.